აი როგორც თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ჩემთან რაღაცა ოფისში მოხვიდეთ ამილაპარაკოთ და სულ შეგეძლოთ სამ პარლამენტში ვიყავით. აი როგორც ჩემთან შეგეძლოთ იაგოსთან, ვახოსთან, საბოსთან, ისევე დათოსთან, გიორგისთან შედეთ რაღაც უნდა გჭირდეთ რა. ხოც დეპუტატი ხო შენიანი რა არის. აბა დაურეკეთ როდის ხო ვერ დაურეკავს გავს. ხო დამასობა აბა ქართული ესენის ამოჩენის ხარ დაურეკეთ თქვენ დეპუტატს. და პრაგმატულად ისე რომ გვერდზე გავთ იდეოლოგიური პირადი სიმპათიებით რაღაცა, თქვენთო ქართული ესენის ხარ დამჭერი ხართ, მაინც გირჩი უნდა გააფერადოთ, იმიტომ რომ თქვენ საკრებულოს წარმოადგენელი გეყოლებათ. ჩვეულებრივად ნეტრო შენი ერთი ხმა შეიძლება საერთოდ არაფერს არ წყვეტეს. ანუ ძალიან დაბალი ალბათობა რომ თქვა 1.5 მილიონიან ქალაქში რაღაც ერთი ხმა განამწყვეტი იქნება. მაგრამ ამ ერთი ხმით იმას მიაღწევ, აი რამხელა პრივილეგია წარმოიდგინე. 50 კაციან საკრებულოში ერთი კაცი შენია. ამაზე იაფი ასე თქვა შეთავაზება. უზარმაზარი პრივილეგია ერთი მხრიდან. შენ გთხოვ რომ ხოთ საღამოს დღისით რაღაც ადგე, მიხვიდე გაიარე 200 მეტრი საერთოდ უბნამდე და 36-მდე გააფეროთ. მეც არაფერს არ გთხოვ. და მე პირობას გაძლევ რომ შენ გეყოლება ადამიანი, ვისაც შეიძლება რამე რომ დაგჭირდეს, დაურეკო და დახმარებას თხოვო და ის შეიძლება საკმაოდ დაგეხმარა. მეტი არავის ქალაქში ეს არ იქნებოდა ქვეყანაში. ეს რო იყოს მართლა ისეთი არჩევნები, სადაც აი ნაცების და ქოცების ჯახი, აი მიშა რო ჩამოვიდა 21-ში და აი ბოლო შერკინებოდა რაღაცელება, იყოდნენ ნუ კაი ხარ, რა ვქნა, წალეკამ ნაცკოცობამ რაღაც. ეხლა ნაცკოცობაც აღარ გვაქვს. იმიტომ არავის მოტივი არ არის სხვა პარტიას მისცეს ხმას. ლილოს ეხლა გონდა მისცეს ხმა და თუ ქოცი ხარ, შენ უნდა მოგცე ხმა, თუ ნაცი ხარ, მან შენ უნდა მოგცე ხმა.